ეს პასკა იწონის თითქმის კილო ნახევარს. პასკების სეზონი დაიწყო და მოდით ვიპოვოთ 2026 წლის საუკეთესო პასკა. ამიტომ დღეს დავაგემოვნებთ მარონის პასკები. აქ მაქვს ორი სხვადასხვა პასკა, მაგრამ მოდით დავიწყოთ პატარა ზომით. პირველ რიგში გავხილოთ ყურადღება შეფუთვაზე. მოდით გავხსნათ. უბრალოდ შეხედეთ ამ შოკოლადის რაოდენობას. ეხლა თქვენ ხვდებით, რომ შოკოლადის პასკა იქნება, მაგრამ ისეთი საოცარი სურნელი ამოდის, რომ იგრძნობა, რომ ხარისხიანი შოკოლადი არის ზემოდან და მოდით გავჭრეთ, იმიტომ რომ ძალიან მოინტერესებს შიგთავსი. ულამაზესია და უბრალოდ შეხედეთ, როგორია შიგთავსი, მთლიანად არის შოკოლადი და აი იცით როგორი რბილია, კი არ ვჭერიდი, აი როგორც არაქს ჭერი და ისეთი რბილია, ეგეთი შეგზავ მქონდა. დავსინდოთ. აი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ურბილესია, ზემოდან არის გამოყენებული რძიანი შოკოლადი. შიგნით იმის მიუხედავად, რომ მარტო შოკოლადი არის გამოყენებული, მაინც კარგად იგრძნობა სუნელები და აი ცუკატების რაღაცა ნოტები მაინც ვგრძნობ. მოკლედ უგემრიელესია შოკოლადი, ვისაც უყვარს, ეს იქნება ფავორიტი თქვენი. ჩვენ გვაქვს კიდე უფრო დიდი ზომის ყუთი, მოდით გავხსნათ ესეც. ეს იგრძნობა, რომ იქნება კლასიკური, იმიტომ რომ ზევიდან არაფერი არ აქვს შაქრის ფხვილის გარდა. ეხლა ხელში ხომ მიჭირავს და საკმაოდ მძიმეა და წარმოიდგინეთ, ეს პასკა იწონის კილო და ნახევარი თითქმის. მოდით შიგთავსი ვნახოთ. რადგან ეს პასკა არის კლასიკური, რა თქმა უნდა, შიგთავში არის ქიშმიში და მე ვგიჟდები პასკა, როცა არის ქიშმიშით და ხალხო თუ არ გიყვართ პასკა ქიშმიშით, გთხოვთ დატოვეთ საქაურობა. პირველად რომ მოვკვიჭე, იქამდე ფაფუქია რომ იშლება, წარმოიდგინეთ, მაგრამ ერთდროულად არის იდეალურად ნოტიო. ზოგჯერ ხო არსებობს სამომშრალი პასკები გამოდის და რაღაცის მოყოლება რო გინდათ, რაღაცის სითხეს. აქ ისეთია რომ ანუ ეხლა არც წყალი არ მომინდა, არც ცხელი ჩაი, არც არაფერი, იქამდე გემრიელია. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, იდეალური რაოდენობის არის ქიშმიში და ზემოდან რო არაფერი არ არის დამატებული, ეს არის ამისი პლუსი ჩემი აზრით, იქამდე გემრიელია შიგთავსი თვითონ. და აქამდე მქონდა გასინჯული მარტო ნაყინის ტორტები, მაგრამ პასკები საერთოდ არ გამიცრუა იმედები. თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში გაქვთ გასინჯული მარონის პასკები თუ არა და რამდენი ხართ აქ, ვისაც არ უყვართ ქიშმიშიანი პასკები.